მოგესალმებით, ეს არის პოდკასტი ჩვენ. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ჩაწერები მიმდინარეობს პოდკასტ არეაში. დღეს ჩემთან ერთად არის ნანიკო ხაზარაძე. მოგესალმები, ნანიკო, ძალიან მიხარია, რომ ჩვენთან ხარ. მადლობა, ვიცი, რომ იშვიათად ხარ ინტერვიუებზე და ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ აქ ხარ დღეს. შენ დამსახურებაა, რომ გიყურებ და რომ გაკვირდები, მივხვდი, რომ აქ მოსვლა ჩემთვის კომფორტი იქნება. ძალიან მიხარია. მოდი დავიწყოთ ბოლო ამბიდან. სულ რაღაც 2-3 კვირაა, რაც ახალ რეალობაში აღმოჩნდი და იმდენი წელია ეკრანზე ხარ, რომ ჩვენ არ გვახსოვს ეკრანი შენს გარეშე და დარწმუნებული ვარ, რომ შენს არ გახსოვს შენი თავი ტელევიზიის გარეშე. კი, მართლა არ მახსოვს ჩემი თავი ტელევიზიის გარეშე. აი, თუ წარმოგედგინა სულ რამდენიმე თვის წინ, რომ შეიძლება დღეს ამ რეალობის წინაშე დამდგარიყავი. კი, როგორ არ წარმომედგინა და მუდმივად ვგეგმავ ჩემს ბოლო ეთერს. და რა სამწუხაროა, როგორც დაგეგმილი მქონდა, ისე არ გამომივიდა. მინდოდა რომ ბოლო ეთერში ყველაფერი მეთქვა. ყველაფერი რა ისაც ყველაფერი პირზე მაკერი არაფერს არ ვიჩერებ, მაგრამ აი რაღაცნაირად მინდოდა შემეჯამებინა და მაქვს რაღაც სათქმელი, რომელსაც ალბათ ოდესმე ვიტყვი. თუმცა ჩამივარ და ჩემი ოცნება რაც მქონდა, ის არ გამომივიდა. მოდი, სანამ ბოლო ეთერამდე მივალთ, გავიხსენოთ, საერთოდ როგორ დაიწყო შენი ცხოვრება, შენი სატელევიზიო ცხოვრება? იცი რა, არასდროს არც გეგმავდი ტელევიზიაში მუშაობას, არც ვოცნებობდი და სტუმრათაც კი არ ყოფილი ვარ, არავისთან ერთად ტელევიზიაში. საერთოდ არ მაინტერესებდა ეს ცხოვრება, კამერის მიღმა ცხოვრება. ხო და ერთ დღეს ძალიან ცივი ზამთარი იყო, ნავთისუნიანი ზამთარი იყო. კერასინკები გვედგა, მეგობართან ვიყავი, ვუყურებდით სერიალს. მას ჰქონდა ელემენტებზე ტელევიზორი, პატარა ტელევიზორი, რომელიც 8 ელემენტზე მუშაობდა და ელემენტი რო ჯდებოდა, ელემენტის დეფიციტი იყო, გამოსახულება ასე ვიწროვდებოდა და ხდებოდა ეს ძალიან თხელი ლენტივით და ასე უყურებთ ამ სერიალს, მახსოვს და მის ქალაქის ტელეფონზე დამირეკეს მე. მივედი, აღმოჩნდა მიშა მრევლიშვილი, რეჟისორია მიშა მრევლიშვილი და მითხრა გეხოცები თუ შეგიძლია პირველ არხზე ტელევიზიაში ჩამოირბინეო. ანუ ტელევიზია მაშინ ერთი იყო და მეც ახლოს ცხოვრობდი ტელევიზიასთან და პირდაპირ ჩავირბინე. პირდაპირ შემაგდეს პირდაპირ ეთერში და ნუ რავი, მას შემდეგ იგვარ. და ეს პირველი ეთერი როგორ გახსენდება ემოციურად? იცი რა, იმდენად ჩქარა შემკაზმეს, როგორც ცხენი, ყველგან რაღაცა მომამაგრეს და შემაგდეს და დაიწყეო მითხრეს. მახსოვს რომ ეთერი ჩავატარე კარგად და ეთერი რომ მორჩა ალბათ 1-2 საათი ვტიროდი ნერვიულობისგან, ანუ პოსტ საეთერო ნერვიულობა მერე მქონდა, აი ნახვამდის რო ვთქვი და მახსოვს. მანამდე ვერ მოასწარი იმის გააზრება, რამხელა პასუხისმგებლობა იყო. გააზრება მოვასწარი, უბრალოდ პასუხისგებლიანი ვარ როგორც შანს და ბოლომდე მივიყვანე ჩემი გასაკეთებელი საქმე. და მერე დაგეწია ის ნერვიულობა, ხო? და დღეს ხო რეალობა ის არის, რომ ახალი ცხოვრება უნდა დაიწყო ფაქტობრივად, ხო? ხო, აი შეგიძლია რომ მოგვიყვე აი ამ დღეების განმავლობაში რას ფიქრობ და რა ხდება? როცა აი დარჩი საკუთარ თავთან მარტო და ეს ყველაფერი რამდენი წელი გაატარე ტელევიზიაში? 30 წელზე მეტი, ხო? 37 წელი, 27, ეხლა დავთვალე და სტაჟი მაქვს 37 წლიანი ტელევიზიაში მუშაობის. 37 წელი ეს არის, არ ვიცი, წარმოუდგენელი ვადაა და ამის გარეშე ცხოვრება როგორია? არა, დედა ჩემო პირველი რაც მითხრა, ვიმე გაზრდილ ხარ და შეცვლილ ხარო. ნუ რა კარგია 53 წლის ასაკში დედა რო შეგაქებს გაზრდილ ხარო და რას გულისხმობ ახლა? ტელევიზიიდან წამოსვლა იმ წუთას არ გადამიწყვეტია, როცა წამოვედი. ეს იყო ცოტა ადრე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც დავწონე ვიფიქრე, არ ვიჩხუბე, პირველად მოხდა ასე რომ არ შევჭამე ვიღაცა და გააზრებულად, მოკლედ მივიყვანე ბოლომდე, რაც ჩემი საქციელი არ არის. მე ვარ ძალიან სპონტანური ადამიანი, ემოციური და აი უცებ შეიძლება მივიღო გადაწყვეტილება და 9-მთა გადავატრიალო, მაგრამ როგორც ჩანს, ჩემში რაღაცები შეიცვალა. ძალიან კარგია ცხოვრება ტელევიზიის გარეშე. ანუ ახლა ტელევიზიას კი არ ვაკნინებ თავისი არსით და თქვათ რეჟიმით. უბრალოდ ჩემთვის ძალიან ახალია. აღარ ფიქრობ, როგორ გითხრათ, სულ ხალხს უყურებდი როგორც პოტენციურ სტუმარს, ყველა თემას ვუყურებდი და განვიხილავდი როგორც პოტენციურ თემად და ჩემი ტვინი, აუ როგორ მოვდუნდი, იცი და თურმე რა კარგი ყოფილა ეს მოდუნება და დილას რო ვდგები, მიყვარს, აი ესე შემიძლია ვიждე დილას 3 საათი.
და არაფერი არ ვაკეთე და ეს ყოფილა ძალიან დიდი ან კომფორტი. ტკბები ახლა ამ თავისუფლებით და სიმშვიდით, კი, ხო? ნამდვილად. მაგრამ შიში არ გქონდა, აი როცა ფიქრობდი, რომ უნდა წამოსულიყავი და ამბობ, რომ დიდხანს ფიქრობდი ამაზე. შიში არ ახლდა ამას, იმიტომ რომ აი ახლის შიში ბუნებრივია ადამიანისთვის, მით უმეტეს როცა ეს ცხოვრების წესი არის და ყოველი დღე ამისგან შედგება. ხო, ეს პუნქტიც უნდა იყოს. ხო. რომ ამას აკისხარ. არა და გეტყვი რატო ქმარს გავშოდი 50 წლის რო ვიყავი და მაშინაც ესე ვფიქრობდი რომ რა დროს ეხა შენი გაშორებაა ნანიკო ეხა შენ ან მარტო მოგიწევს თელი ცხოვრება ყონა და მზად ხარ ამისთვის იმიტომ რომ ძალიან დიდი შანსია თეორიულად რომ მე ცხოვრებაში არავინ აღარ მყავდეს ანუ ძალიან ჩვეულებრივი ამბავია და როცა ქმარი უკვე ყავს შესაძლებელია იქ თვალი რაღაცას დახოჭა კომპრომისი გეყოლება ბოლომდე არა მე თუ დისკომფორტი მაქვს მირჩევნია რომ გადავდგა ნაბიჯი და ეს ნაბიჯი უფსკრულს უდრიდეს, ვიდრე შევეგუო რაღაცა კონკრეტულ მოცემულობას და მასში ვიხარშებოდე. ეგ ჩემი არ არის, ასე რომ არ შემეშინდა. მოდი მაშინ კითხავ, რა იყო ის ბოლო წერტილი, რამაც ეს გადაწყვეტილება მიგაღებინა? არა ჯაჯო. მაგას გეტყვი ნამდვილად. თუმცა ჯაჯო თავიდან ბოლომდე შუაში იყო, ასე ვიტყვი. თუმცა ჯაჯო არ იყო გადაწყვეტილება ჩემი სამსახურიდან წამოსვლის. რა ვიცი, ყველაფერი მთავრდება რა რაღაც დროს. ძალიან ბევრი წელი ვიმუშავე, განსაკუთრებით იმედში. 18 წელი ვიყავი იმედში. ხო და დავიღალე რა, მე აღარ ვითარდებოდი, აღარ ვიზრდებოდი, არაფერ ახალს არ ვაკეთებდი. აი, ერთ წრეზე ვტრიალებდი და რაღაცნაირად მინდა რომ ახალი ჟანგბადით შევისუნთქო და რამე ახალი ვაკეთო ცხოვრებაში. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ამ ეთერმა გადაწყვიტა შენი ბედი, რომ აი მაინც და მაინც ეხლა არა, ამ ეთერის მერე კიდე ვიჯექი 2 კვირა ეთერში და ვაგრძელებდი ჩვეულებრივად მუშაობას. უბრალოდ ეს იყო ერთ-ერთი ინციდენტი, რომელიც მე დამემართა ჯაჯოსთან. ჯაჯო და ჩემი ურთიერთობა ყოველთვის იყო ასეთი, ანუ სულ ვიცინი მასზე, ოღონდ ვიცინი და არა დავცინი. დიდი განსხვავებაა. რა ვიცი, ალბათ. და შენ ინერვიულე ამ მომენტში, როდესაც მიხვდი, რომ რაღაცა ცუდად გამოვიდა? კი, გადავამეტე ნამდვილად და ვინერვიულე და იმდენი ბოდიში მე არავისთვის ჩემს ცხოვრებაში არ მომიხდი. აი, ვერ გავიხსენებ ვერავის ჩემს ცხოვრებაში და გული მიტკენინები ალბათ ბევრისთვის, იმიტომ რომ ბევრისთვის არა ვიტყუები. მაგრამ მიყვარს ბოდიშის მოხდა, მაგრამ ამდენი ბოდიში მე ჩემს ცხოვრებაში არაზოს პირიდან არა მომსვლია. და თქვენს ურთიერთობაზე აისახა ეს? რა ვიცი, იმ დღეს ველაპარაკე ტელეფონით, დიდად არა. შემდეგ არა, ხო? არა, ბურალთ არ მინახია ფიზიკურად, თორე. თუმცა რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ამ წამოსვლამ და ყველამ დააკავშირა ეს ამ ინციდენტთან. ნახევარისთვის ვარ მოძალადე, ბულერი, უზრდელი, თავხედი და შემდეგი ნახევრისთვის ვარ ძალიან გულიანი, ლაღი, საყვარელი და კარგი გოგო. ასე რომ, რა ვიცი. ბოროტი და ბულერი არა ვარ, მაგრამ ნუ კაი რა, კაი ვიყო. კაი ვარ, უფრო კარგი ვარ ვიდრე ბოროტი და ბულერი, მართალი რო გითხრა. ნანიკო, ახსენე რომ 18 წელი იმუშავე იმედში, ხო? აუცილებლად უნდა გითხო, რას ნიშნავდა შენთვის ეს ტელევიზია და რას ნიშნავს შენთვის დღეს, იმიტომ რომ იმედთან ასოცირებული ადამიანები, რომლებიც ძალიან დიდი ხანია იქ არიან და ფაქტობრივად ოჯახად არიან ქცეული. აი ამ ადამიანებზე რო ვფიქრობთ, ერთ-ერთი პირველი შენ ხარ, ვინც გვახსენდება ჩვენ როგორც მაყურებლებს, ხო? აი შენთვის რა დატვირთვა აქვს იმედს? ანუ იმედში წავიდი 18 წელი მაქვს გატარებული იმედში. ჩემი შვილი იყო ძალიან პატარა იქ რომ ერთად, ანუ ძიძა არ მყავდა და სულ ერთად ვიყავით და ჩემი შვილიც კი იმედში გაიზარდა. მე შემიძლია თამამად თქვა რომ ესეთი განათლება, რაც მე ზოგადად პირდაპირ ეთერმა მომცა, მიმაღებინათ როგორ თქვა სწორად არ ვიცი, ვერც ერთი ინსტიტუტი ვერ მომცემდა. ჯერ ეს ერთი გავიზარდე, ჩამოვყალიბდი, მეგობრები შევიძინე. დაახლოებით სახლის ტოლფასი იყო ჩემთვის იმედი, იმიტომ რომ 18 წელი წარმოვიდგინე, თან ახლა ყოველ დღე ეთერში არ ვიყავ, მაგრამ 11 წლის განმავლობაში მე ყოველ დღე პირდაპირ ეთერში ვიჯექი, ანუ სახზე უფრო მეტი დრო იქ მაქვს გატარებული. ცხადია, ბევრი სენტიმენტი მაკავშირებს თვითონ შენობასთანაც, იმიტომ რომ ჯერ შენობის გარდა იქ ბევრი ადამიანი შეიცვალა და ბევრი ჩემი საყვარელი მეგობარი იქ აღარ მუშაობს, მაგრამ რჩებიან ასევე ჩემთვის ძალიან საყვარელი ადამიანები იქ, ვინც ძალიან მიყვარს და
ალბათ ძალიან გამიხარდება მათი დანახვა ნებისმიერ სიტუაციაში. ხო, შენ ახსენე რომ ამ ამბის შემდეგ რაღაც სხვადასხვა იარლიყების მოწებება იყო. იცი რა მაინტერესებს, აი იმედგაცრუება კონკრეტული ადამიანებისგან ქონდა ამ ამბიდან, იმიტომ რომ ამ დროს ხო ლუსტრაცია ხდება ხოლმე ადამიანების არ უკვე მაგისტვის. ანუ არ გაგცრუებია იმედი. შეიძლება იმედგაცრუება არ ქონდა თვითონ შეგრძნების დონეზე, მაგრამ იყო ისეთი ფაქტები, რომ რაც იმედგასაცრუებელი იყო, ასე ვთქვათ, მაგრამ შენ არ შეგეხო. არა, ეს კბილები მოიცვალე ბევრი წლის. აღარ მიცრუდება იმედები, იმიტომ რომ რაღაცნაირად ოდესღაც დავრწმუნდი, რომ ადამიანს ზღვარი არა აქვს. ნუ აი ამაზე არ ვილაპარაკოთ. გვერდში დგომის კუთხით გვერდში დგომის კუთხით ხო არ მაქვს პრეტენზია, არ ვიცი. არაფერი ახალი არ აღმომიჩენია მარტივად ვთქვი. ანუ ამით არც ლანძღავ არავის და არც ვაქებზედ მეტად. უბრალოდ ჩვეულებრივად მოხდა ყველაფერი, როგორც თქვათ, უნდა მომხდარიყო. არ ვიცი ხანერთ როგორ თქვა. ნაკლებად ემოციურად მოდი ესე. ან შენ არაფერი არ გაგკვირვებია არავისგან და როგორც მოელოდი ყველაფერი ისე მოხდა, ხო? ვიცი რომ გიყვარს ექსპერიმენტები. რა იქნება მორიგი ექსპერიმენტი შენგან, რასაც შეიძლება რომ ვეულოდოთ. თუ გაქვს მოფიქრებული. კი, ბევრი რაღაცები ტრიალებს ჩემს თავში, მათ შორის აქედან მივდივარ კიდე ერთ შეხვედრაზე, თუმცა ჯერ არ ვიცი. იცი რა, როგორი პერიოდი მაქვს იცი ცხოვრებაში? დღეს ერთ-ერთ ასტროლოგს უსმენდი, იმან თქვა, რომ მთვარე ივნისში თუ არ ვცდები, უკურსოდ მოძრაობს. ხო არის ყველა პლანეტას რაღაც თავის ტრაექტორია აქვს, ნაოშ თხოვში მთვარე პლანეტა არ არის, მაგრამ ტრაექტორია ყველას განსაზღვრულია და მნიშვნელოვანი რაღაცის გაკეთებას, მოკლედ არ გვთავაზობენ ასტროლოგები, იმიტომ რომ მთვარე თუ უკურსოა, ესე იგი შენი წამოწყებაც იქნება ფუნდამენტის გარეშე და მეც უკურსოდ მოძრაობ. ეხლა ვისვენებ, ვლაგდები, ვუსმენ ყველას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი მირეკავს და ძალიან ბევრი შემოთავაზება მაქვს სხვადასხვანაირი. იმდენად განსხვავებული, რომ რა ვიცი, თუ გავრისკავ შეიძლება მოკლედ პროფესიაც კი შევიცვალო რა. შეგიძლია გაგვიმხილო რა სფეროსკენ შეიძლება რომ წახვიდე? არა, მაგრამ შეიძლება რადიკალურად განსხვავებული იყოს. არის ეს თეორიის შემოთავაზება, რომელიც რადიკალურად განსხვავდება ჩემი ყველა უნარისგან, რაც აქამდე მიგროვებია ჩემთვის, ხო? ვნახოთ რას ვიზამ, არ ვიცი, უკურსო ვარ ჯერ მოკლედ ესე ვთქვა. ნანიკო, დედა ახსენე და მაინტერესებს ოჯახის წევრებმა როგორ მიიღეს შენი ეს გადაწყვეტილება. ხო, დედაჩემმა მითხრა რომ ოჯახ გაზრდილხარო, რომ უთხარი რომ მოვდივარ, მაგრამ ანუ ადრე უთხარი იმ წუთასვე როგორც კი გამიჩნდა აზრად წამოსვლა და მე რომ აკვირდებოდა და кайხანი რომ გავქაჩე ისევ სამუშაო ადგილზე წამოსვლის გარეშე ბოლოს ტაში დამიკრა და შენ ოჯახო ძალიან წამოზრდილ ხარო. რავი, ჩემი შვილი ყოველთვის ჩემთან არის, რაც არ უნდა გავაკეთო, რაც არ უნდა ვთქვა, რაც როგორიც არ უნდა მოკლედ ჩემი შვილი ჩემი მეგობარია და ყოველთვის მზად არის რომ ხარი დამიჭიროს ნებისმიერ ჩემ წამოწყებაში. ეხლა რომ არა მაქვს ხელფასი, იმიტომ რომ ხო აღარ მუშაობ და მე ვნება არის ნერვიულ, ეხლა მე ვიმუშავებ და მე გარჩენო რა, მუშაობს მართლა გადაღამე. როდესაც ბავშვები არიან ხოლმე გარდატეხის წლებში და შემდგომ ეს თინეიჯერობის ასაკი შემოდის, უამრავი პრობლემა იჩენს ხოლმე თავს და ვიცი რომ ეს თქვენს შემთხვევაშიც იყო ესე და მაინტერესებს ხო როგორ გაუმკლავდით? შერტულად გაიარე თვითონ? მე სხვათა შორის არ მქონია ესეთი მომენტები, არა. აი ის სირთულეები, რასაც აღწერენ ხოლმე რომ აი ბავშვს უნდა რომ შეიკეტოს ოთახში და კარი გამოიჯახუნოს და მარტო იყოს, არა. რა ბედნიერია, ალბათ შენი ოჯახის წევრები და პირველ რიგში შენ, იმიტომ რომ მე და ჩემმა შვილმა პარალელურად ორივე მძიმედ გავერთ. ცხადია, პირველ რიგში ეს მძიმე იყო მისთვის და მე ჩემთვის როგორც მშობლისთვის, მაგრამ ხო რა ვიცი. გავიარეთ, გავედით სამშვიდობოს და დღეს გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა. გამიჭირდა მართალი რომ გითხრა, იმიტომ რომ ცხოვრებაში არსებობს მომენტები, როდესაც არ იცი როგორ მოიქცე. და ისიც იცი რომ არ უნდა აყვე თქვათ ინსტინქტს გადარჩენის, არ უნდა შეგიპყროს შიშმა, არ უნდა შეგწხვეს კითხვების დასმის. არსებობს რაღაცა ისეთი დღეები, როდესაც მარტო რაღაცებს ვერ წყვეთ. ამ დროს არ გყავს გვერდზე არავინ რომ კითხო. მოკლედ რთულად გავიარეთ ეს პერიოდი, თუმცა მაინც გონია რომ სწორად გავიარეთ მეტნაკლებად, იმიტომ რომ კარგი ადამიანია პირველ რიგში ჩემი შვილი, პატიოსანი, კარგი, კეთილშობილი ადამიანია, რომელიც აი ცოტა მეწოდება, რატო იცი, ძალიან კეთილია და აი ამის გამო მეწოდება ცოტა, თორე ისე მყავს ძალიან კარგი შვილი, რომელმაც ძალიან რთული გარდატეხის ასაკი გაიარა. და შეიძლება ითქვას, რომ დღეს ნომერ პირველი მეგობრები ხართ, ხო? კი, დედას ვიცავარ, აი მართლა. და მისი იმედი შეგიძლია უკვე რომ გქონდეს. სულ მქონდა მაგის იმედი. სულ.
ნიკო, ვიცი რომ შენთვის ეს ცოტა მტკივნეული თემა არის, მაგრამ მე მაინც გკითხავ და შენ როგორც გინდა ისე მიპასუხე. ვიცი რომ მოცნებობდი რომ ბევრი შვილი ყოლოდა, ხო 4 შვილი გინდოდა რომ ყოლოდა. აი ზუსტად 4 შვილი მინდოდა რომ ყოლოდა. იმა გაკეთებული 3 აბორტი და 1 შვილი, ანუ ზუსტად იმდენჯერ ვიყავი ორსულად, რამდენი შვილიც მინდოდა მყოლოდა. ანუ გონია რომ რაღაცა შენ ბედში ეგრე ეწერა რომ უნდა ყოფილიყო. დედას გეკცები კი, ხო. იმიტომ რომ აი ყველაფერი თითქოს ყოველთვის ისე მიდიოდა რომ აი ორსულად ვიყავი, აი უნდა გამეჩინა, აი და რაღაცა ხდებოდა ყოველთვის. ადრე გაქვს მოყოლილი ეს ამბავი, თუმცა მგონია რომ ბევრმა შეიძლება მაინც არ იცოდეს ერთ-ერთი ამბავი, რაც ცნობილ ექიმს ეხებოდა, ხო? რამაც შენ ძალიან დაგაზიანა. შეგიძლია რომ მოგვიყვე მოკლედ ეს ამბავი? დამაზიანა ძალიან და რა ვიცი, ალბათ ჩემი ცხოვრება შეიძლება ორად გაიყოს იმ საავადმყოფოში მისვლამდე და მერე, იმიტომ რომ იმ საავადმყოფოში ვიდრე მივიდოდი, მე სულ სხვა ცხოვრება მქონდა. მყავდა ჩემი საყვარელი მამაკაცი, ვისგანაც ვიყავი ორსულად, რომელიც იმ წუთას აქ არ იყო, მაგრამ ძალიან დიდი გეგმები მქონდა. თუმცა ამ ამბის მერე დიდი ტყუილი მომიწია. ანუ ძალიან მოვატყუე ჩემს რა ქვია შეყვარებულს თუ რა ერქვა პარტნიორს ხო არის ძალიან მოვატყუე, იმიტომ რომ რო არ მომეტყუებინა, იქ ცუდი ამბავი დატრიალდებოდა. ამიტომ მომიწია დიდი ტყუილის თქმა და მე იმ ტყუილში ცხოვრება მომიწია რაღაც ეტაპზე, ხო? რას გულისხმობს ექიმის დაცვის გამო მოგიწია ამის გაკეთება? ხო. იმიტომ რომ პატარა ოთახში ხო გაგიგია ვიღაცა ტელეფონს რო იღებს, როგორ ისმის, რომ გელაპარაკებიან. და მახსოვს შევედი ეხოს გასაკეთებლად, ფული არ მქონდა კაპიკი. ხოდა რომ დავწექი ეხოს გასაკეთებლად. ეხოსკოპისტმა უცებ გადარეკა, იქ ვეღოც ასე რომ ვიდებ ხოლმე ტელეფონს. შენა და ლაბორატორია ღია, გადაზახა, ანესთეზიოლოგი აქ არის, ის აქ არის და მივხვდი რომ რაღაცა ხდება ჩემს თავს და 1000 კაცი რო შემომესია, მეთქი რა მჭირს. გარე ორსულობა გაქვს და სასწრაფო ოპერაციო ხარო. მეთქი ფული არ მაქვს, თქვენ პირველი ალალად რაც ექიმს უნდა უთხრა რომ არ მაქვს ფული. არა უშავსო. მithra ეხლა არ მაქვს, მაგრამ ვიშოვი და ბოვიტანთქო და ხო კაიო, მაშინ თუ იშოვიო, ოკეიო. და მახსოვს დაურეკე ლევანი ერქვა. და ლევან ვეუნები და ისმის აქ. გეხვეწები მე ვთხარი, ხა ორსულად რო ვარ ხო იცით ხო, ეხლა ვარ ამა და ამ საავადმყოფოში, ვწევარ ამა და ამ მაგიდაზე. ესა და ეს ექიმი მიკეთებს ულტრასონოგრაფიულ კვლევას და ესა და ეს ექიმი მეუნება რომ საოპერაციო ხარ და $1650 მჭირდება თქო. პაუზა და ის იქიდან, ანუ მას როგორ გითხრა, ძალიან კარგი ლექსიკა ჰქონდა, ცუდ სიტყვებს არ ამბობდა სკაბრეზე, არ უყვარდა რა, მოკლედ და უცებ გადაიქცა ყველაზე ბინძური ლექსიკის მქონე ადამიანი და აი დაიწყო ღრიალი რომ ადექი მაგათი თუ ეგენი თუ ადექი ესენი თუ მე უთიშავდი გიჟვით უთიშავდი რომ ცხენოდა ამ ექიმების იფიქრა რომ არ იყო გასაკეთებელი ეს ოპერაცია რა რის საფუძველზე ჩათვალა მანეს აზე არა ვარ არ დაწვე მაგათანო არ დაწვე გთხოვ მაგინებდა არ ვიტყვე ხა ყველაფერს და ბოლოს რო აუხსენი რომ მოვკვდები ან ოპერაციას გავიკეთებ, კარგიო მითხრა და გამოგიგზავნი ფულსო და პარასკევი იყო და მაშინ არ იყო ესე განვითარებული საბანკო გადარიცხვები და ორშაბათს თანხა დაждდა. ხო და როგორც კი გამიკეთეს იმ წუთასო ოპერაცია, როგორც კი მისგან მიიღეს დასტური რომ ფული ორშაბათს დაირიცხება, გამიკეთეს ოპერაცია და იმახსოვს ნარკოზიდან გამოდიოდა ესე ორად ხედავ ქალი და კაცი იყვნენ ჩემი ექიმები. ესე ორად ხედავ ამ ქალს კაცს და ისეთი რუსულენოვანი ხო იცი აი რუსულად რო ლაპარაკობენ უფრო ხშირად деточка у вас ничего не оказалось ეს ქალი მეუნება ანუ ვინც რუსული არ იცით არაფერი არ აღმოგაჩნდა და მეორეც გაღიმებული მიყურებს კაცი აღმოგაჩნდა რა უნდა ხო და პირველი ანუ ორად ხედავდი ნარკოზიდან ვინც გამოსულ ხართ იცით ცოტა გიჭირთ ფოკუსის გასწორება და 4 ექიმს ხედავ ერთად და ეს პირველი ინფორმაცია მართლა ძალიან გამიხარდა იმიტომ რომ თუ არაფერი არ მაქვს ესე იგი გავაჩენ შვილს კიდე. ნუ деточка აგზელებს მეუნება. გაჭრილი იყავი 40 წუთი დედიკო და მილებში არ არის ნაყოფი, არც საკურცხებში არ არის ნაყოფი, არც ნაწლავზე არ არის ნაყოფი. ანუ ორსულად ხარ მეუნება ექიმი, ორი ექიმი მეუნება რომ შენ ხარ ორსულად დედიკო, მაგრამ არ ვიცი სათხარ ორსულად დედიკო. ანუ გაჭრილი ხო ვიყავი.
ხო დაათვალიერეს აქამდე ყველაფერი რა, ანუ ხო ფილტვში ვერ შევიდოდნენ. და ამიხსენით მეთქი ლოგიკურად, აქ თუ არ ვარ ორსულად, ანუ აქ სად უნდა ვიყო ორსულად? ფილტვებში, ყურებში, თვალებში, ცხვირში თუ პირში, ანუ აღარ არის ორგანო. მე ძეთეჩკა ხეგე იმ ხელა გაქორო, მაინცო ჩვენო ვერ ხვდებითო. და მახსოვს მე მარტო ვიწექი საავადმყოფოში და ყოველდღიურად კონსილიუმები იმართებოდა მოპატიჟებული ეს თელი ექიმები, სხვა კლინიკები და მეცნიერება ეხა დედას გეფიცები, ასე ჩემი კვლევები ამოღებული და აბა პაციენტი ხაზარაძე სად შეიძლება იყოს ორსულად. ანუ აი რას ნიშნავს სად შეიძლება იყოს პაციენტი ხაზარაძე ორსულად. მეოთხე დღეს გამოვიქეცი იმ საავადმყოფოში. რა პერიოდი იყო მედიცინა ესეთი განუვითარებელი იყო, რომ ეხლა ლილუ გაჩენილი იყო და ლილუ არის შენ ხელა. ანუ არც ისე ბევრი დროა გასული. და მახსოვს ნაკერებიანი მივხვდი რომ იქ ვეღარ გავჩერდები და გამოვიქეცი სახში დეჩები საკება მე სირცხვილია რა საკეთებ როგორ იქცევი. მოკლედ წამოვედი იქ ლევანს ვატყუებ რომ რაღაცა რთული ამბავი იყო და კაროჩე მილები არ ამომჭრეს, მაგრამ ნუ შვილი აღარ გაჩნდება. მოკლედ გახმართული ვარ რა იქ ვიტყუები, აქედან გამოქცეული ვარ იქ დედაშვილს შენ თვითონაც არიცი რა ხდება რეალურად. და მე ვარ ყველაზე უბედური ადამიანი, იმიტომ რომ კაცი რომელიც აი მიყვარს გიждები, მისგან ორსულად ვარ და ყველაფერი მეშლება, ასე აი ყოველ წუთას რაღაცა ინგრევა. ხო და ისა ნაკერებზე მივედი ჩემ ექიმთან, ვინც მამშობია რა, წარმოიდგინე სხვა საავადმყოფოდან გამოქცეული და ნანიკო არ უკვე მაშინ რა ქუჩაში მცნობენ. ხო და მივედი და სამშობიაროში კარებებია და პეტრა ისენია, კიდე პეტრე კარებები, ამ დიდ კარებებში და ვაკაკუნებ და გააღო და სოსო აქ არის მეთქი, ანუ სოსო ხოღობერიძეს მივადექი ლეჩკომბინატში. სოსო ხოღობერიძე აქ არის თქო და კიო რა გინდა, ანუ არც ორსულად ვარ არაფერი და რა გინდაო და საქმე მაქმე და ნუ შემიშოს იმიტომ რომ მიცნობდნენ. და სოსოს მოვახსნევინე ნაკერები, გამოშტერდა. ჩემთან რატომ მოდიხარ ამ ნაკერებზე თუ სხვამ გაგიკეთა? მოკლედ აი ესე დამთავრდა ჩემი ბოლო შვილი, რომელიც ვერ გაჩნდა. ანუ ამ ოპერაციამ დააზიანა ნაყოფი რეალურად, რომელიც ვერ იპოვეს? ამ ოპერაციის მერე აღმოჩნდა რომ მე ამ შულს ვერ გავაჩენ, იმიტომ რომ ანტიბიოტიკები, ნერვიულობა, ნარკოზი და ორად გაიყო მთელი საავადმყოფო. ნახევარი აქედან მეჩურჩულებოდა ყურში რომ გააჩინე, მაგრამ ვიკეთოთ მერე ანალიზები. ყოველთვე ვიკეთოთ ანალიზები, რომ ყრუები და ბრმები არ იყვნენ, იმიტომ რომ რაღაც ეტაპზე ეჭვი გაჩნდა რომ ტყუპები არიან, იმიტომ რომ ან ერთი იყო ნაყოფი და მეორე იყო ყვითელი სხეული თუ ცის და არ მახსოვს, ან ტყუპები იყო. ხო დაატყდა ამბავი რომ აი ეს ბავშვები შეიძლება ყრუები, ბრმები, ავადმყოფები და ნახევარი აქედან მეჩურჩულებოდა რომ აბორტი გაიგეთე და მე მარტო ვარ წარმოიდგინე, ვერ ხვდები რა გავაკეთო. ერთი მახსოვს რომ აი ღრიალებდი მთელ ხმას და ვკიოდი რომ ამ საოპერაციოში მე ჩემ ფეხით ვეღარ შევა. აკი არა, ვკიოდი და მოკლედ რაღაც ტაბლეტები მომიტანეს და მედიკამენტოზური აბორტი გავიკეთე. და მახსოვს რომ მომეშალა ექიმა მითხრა რომ ეხოზე მაინც უნდა იარო, შეამოწმო, იქ პატარა რამე არ დარჩეს, რომ შეიძლება გამოსაფხეკი გახდა კიდე ან საოპერაციო. ნუ მოკლედ მომეშალა ეს ყველაფერი, როგორც მითხრეს, ანუ ვაკვირდებოდი რაღაცებს, მნიშვნელობა არ აქვს დეტალებს და რომ მივხვდი რომ აღარა ვარ ორსულად, იქ ცალკე გაბმული მაქვს ტყუილები და იმას ვატყუებ იქ რომ ყველაფერი კარგად არის, ჩემო პატარა როდის ჩამოვდო რაღაც დებილობაში ვარ რა მოკლედ. და მახსოვს ერთი თვის ვერ წავედი ეხოზე რომ გავიგე რომ ის პატარა რაღაცა დამრჩა თუ არა, ნუ როგორც ექიმებმა მითხრეს. მივედი ერთ ეხოსკოპის და მითხრა რომ დაგრჩა და ალბათ გამოსაფხეკი ხარ. ნუ იმდანაც არ მომეწონა ეს რეალობა, გავქანდი მეორესთან. მეორე მითხრა რომ აუკიო დარჩენილი გაქვს ალბათ მესამე მეოთხე დავრბივარ გიჟვით ამ ეხოებში რომ იქნებ ვინმე მითხრას რომ საოპერაციო მაგიდაზე შენ აღარ მოხვდები. ხო და ვწვევი ისევ ულტრასონოგრაფიულ კვლევაზე და ამადო ამან თავის აპარატი იქ ახალმა ეხოსკოპისტმა და გახედა თავის ასისტენტს რომ მე მგონი ორსულად არიოდე ტესტი შემოიტანეო და გული წამივიდა მართლა გეუბნები დედას გეფიცები დაწოლილაზე გული წამივიდა აი რომ მომასულიერეს მეოთხარი უბრალოდ შანსი არ არის რომ მე კიდე ორსულად ვიყო თქო აი გამორიცხულია თქო ანუ ერთი ნაყოფი ან ორი ნაღდათ იყო თქო ზუსტად გეტყვით, მე მედიკამენტოზური აბორტი გავიკეთე და ჩემი თვალით ვნახე თქო და ეხლა ეს რაც დარჩენილია ეს არ არის ორსულობა თქო და არა ორსულად ხარო. გამიყვანეს კიდე. ხო, გამიყვანეს კიდე ტესტი გამიკეთეს. კიდე. და მოკლედ არ აღმოჩნდა ორსულად, მაგრამ მე მითხრეს ექიმებმა რომ შენ როგორც ქალი დასრულდიო.
ალბათო გადაგვარებული უჯრედები გაქვს და ალბათო ძალიან დიდი მკურნალობა მოგიწევსო და მოკლედ გამომიწერეს ბევრი წამლები და გამომიშვეს სახში და მახსოვს სახში რომ მივედი მოკლედ ჯანმრთელი ვარ სრულიად რა არაფერი არ მჭირს აღარ გავაგზელებ ტრაგედიებს მოკლედ სულ ყველა მაწამეს ექიმებმა პირველად ყვები ამბავს და არ მეტირება ცოტა ტუჩიცა მივიდა მაგრამ გადავლახე ეს ურთიერთობა როგორ დასრულდა აი გეტყვი მე რა მეწამეთი რა ცოტა როგორ დასრულდა და ხო ჯანმრთელი აღმოჩნდი საბოლოოდ ურთიერთობა დავალაგეთ ოღონდ რა თქმა უნდა მან არ იცოდა რომ მე ყველა ოპერაცია გამიკეთეს თორემ მეც მკვდარი ვიქნებოდი ალბათ და ის კაციც და ქალი შემდეგ გააგებინე არა ხო და მე გავაგზელეთ ურთიერთობა და კიდე დავორსულდი ანუ აქ არ დასრულებულა ის ჩემი ორსულობა დავორსულდი და რო დავორსულდი ეთყობა იმდენად გამოფიტული ვიყავი და იმდენად ნანერვიულები ვიყავი რომ ნაყოფმა შეწყვიტა განვითარება თვითონ და მე-13 კვირაზე ვიყავი ორსულად რო აღმოაჩინეს რომ ჩემი ნაყოფი უკვე დიდი ხნის მკვდარია დიდი ხნის ჩატირულია და კედელზე არის მიწებებული და დიდი აბორტი გამიკეთა სოსომ ღობერძე მისევ სოსომ გადამარჩინა და მას შემდეგ აღარ ორსულდები ხო ანუ ის იყო საწყისი ჩემი საბოლოო უშვილობისა ნანიკო სიყვარულს რა როლი ქონდა შენ ცხოვრებაში აი ამ ემოციას და რას ნიშნავს დღეს აი ამ გადმოსახედიდან შენთვის აზრი არ აქვს არაფერს მაგის გარეშე აი შვილებიც გინდოდა რომ რაღაც სიყვარულის ნაყოფი ყოფილიყო ხო და ოჯახური ცხოვრება გინდოდა ხო ეს მინდოდა რომ სახში დარბიან დაქრიან ლეწავენ აჭუჭყიანებენ ტალახიანები აი რაღაც აი ეს რუტინა მინდოდა სულ და როგორი ხარ შეყვარებული აი როგორია ნანიკო ხაზარაძე როცა უყვარს ყველა რა უფრო გაღიმებული უფრო კეთილშობილი უფრო მოტივირებული და უფრო ლამაზი ალბათ ზოგადად ვიცი რომ მარტოობაც გიყვარს ხო გიждები მარტოობას და ამის გამო ის პრობლემა გქონდა როგორც ვიცი რომ პირველი ოჯახის ანამ შექმენი მახსოვს რომ მე მგონი დედა გეუბნებოდა რომ უკვე დროა ხო იმიტომ რომ არც თუ ისე პატარა იყავი 31-ის ვიყავი ლილუ რო გაჩნდა ხო კაი დიდი ვიყავი ხო 30-ისკენ იყავი უკვე ანუ წერილი დამახვედრა დეჩმა ისიც იცის რომ ელაპარაკი არ მიყვარს საშინლად მძუნს ლაპარაკი არასდროს არ ვლაპარაკო და იცოდა რომ ლაპარაკს აზრი არ ექნებოდა და ამხელა წერილი დამახვედრა დილა საწოლთან რომ გეხვეწებიო ვიციო რომ მარტოობა გირჩევნია ვიცი რომ ვერ წყვეთ ვიცი რომ ვერ დგავ ნაბიჯ მაგრამ აი ძალიან გთხოვ ჩემი ხათრით უბრალოდ წადი იცხოვრე მასთან ერთად და მერე წამოდი და მერე უკვე დრო რგავა სანანებელი არ გექნებაო მე მგონი ძალიან სწორი რჩევა მომცა დედამ ჩავლაგე ჩემოდნები და ეგრევე წავედი და ლილუც გაჩნდა მალევე. ეს არის ლილუს მამა, ხო? რამდენი ხანი იყო ეს ქორწინება? ქორწინება 7 წელი ერთად ვიყავით. თუ ვიცი რომ ძალიან გიყვარდა ერთმანეთი და მხიარული წყვილი იყო. ძალიან კარგი წყვილი ვიყავით, კი. შემდეგ მეორე მეუღლეც ყავდა. არ ვიცი მეუღლეს რაც ეძახით. პირველი იყო ჯვარდაწერილ ხელმოწერილი. თანაცხოვრება. მესამესთან თანაცხოვრება მქონდა, მაგრამ არც ხელი მქონდა. ვიყავი სამოქალაქო ქორწინებაში ვიყავი. პირველთან ვიყავი ოფიციალურ ქორწინებაში და შუაშიც ლევანი მიყვარდა. ანუ პირველიც ლევანი იყო, ლევან მეორე და ლევან მესამე. ლევან მეორესთან ისეთი ურთიერთობა მქონდა, არ ცხოვრობდა აქ და რავი დავდივით რაღაცნაირად. იქაც кайხანი ვიყავი ერთად. ანუ აი ლევან მეორეს შვილები, მაგასთან მინდოდა ბევრი შვილები მე. რთულია ოჯახური თანაცხოვრება შენთვის? აი ზუსტად აქედან გამომდინარე რომ მარტოობა გიყვარს და უფრო რაღაც დამოუკიდებელი ტიპაჟი ხარ. იცი რა, დროსთან ერთად ბევრ ამას მივხვდი რომ დამოუკიდებლობა სულაც არ არის კარგი რამე და მაგრად ასწორებს ვიღაცა რო გეხმარება რაღაცეებში. მაგრად. ასე რომ ბევრი რაღაცეები შემეცვალა მეც დამოუკიდებლები. ბევრი რამე შეიცვალა რა მოკლედ ჩემში. აი ამ ურთიერთობებიდან გამომდინარე შენ ფიქრობ რომ რამე ისეთი შეცდომა და უშვი რასაც ნანობ თუ მათეშლებოდათ აი რატო არა ეწყო ეს არა ცხადია რომ ერთი მედალს ორი მხარე აქვს ხო არ არის ხო ცხადია ჩემი შეცდომებიც ალბათ ვიცი რა იყო მაგრამ ალბათ ასეც უნდა მომხდარიყო აი არის რაიმე რასაც ნანობ ყველაზე მეტად კი რომ ჩემი თავი ისე არ მიყვარდა არც ერთ ჯერზე როგორც საჭიროა და თვლი რომ ამის გამო დაზიანდა ურთიერთობები კი იმიტომ რომ თვითშეფასებასთან როგორ იყავი აი თავდაჯერებულობა გაქვდა თვითშეფასება ხან მაღლა მაქვს ხან დაბლა მაგრამ ძირთად უფრო დეფიციტში მაქვს თვითშეფასება ვიდრე პირიქით
და ამბობენ ასევე რომ ძალიან პრინციპული ხარ. ხო, აი ღრჯო ხასიათი მაქვს, აი რაღაცნაირი ვარ. ასე თუ ორგანიზმა, ანუ აზრზე ადრე ორგანიზმი იწყებს რაღაცებზე პასუხს რეაგირებას. ხო ამბობენ ზოგადად ნეირომეცნიერები, რომ 7-8 წამით ადრე ჩვენი ტვინი იღებს გადაწყვეტილებას და უკვე შემდეგ ჩვენ ვიგებთ რისი გაკეთება გვინდა. ანუ ასე არის რომ სანამ ვიმოქმედებთ. აი ჩემი ორგანიზმი თითქოს თავისით იწყებს რაღაცებზე რეაგირება და ჯერ არ მოტყუებულა ჩემი ორგანიზმი მართალი რო გითხრა. და შენთვის თავარი დონეზე, ხო? თავარი ღირებულება ადამიანში რა არის? აი რაც ღირსეულ პიროვნებად აქცევს ადამიანს. შენი პრინციპებიდან გამომდინარე. ანუ მოექეცი სხვას ისე როგორც გინდა რომ მოგექცენ შენს და არავნო. აი მეტი აი თუ არ ეხმარები არავნო მაინც. მორჩა აი ძალიან მინიმალური მოთხოვნა მაქვს სხვების მიმართ. დედაზეც მინდა რომ კითხო აუცილებლად შეკო ჭავჭანიძე, რომელიც არაჩვეულებრივად გამოიყურება და სპორტული მიღწევები აქვს ახლაც ხო ზამთარში, ვიცი რომ თხილამურების რეალის დროს პირველობას არ უთმობს არავის. გავხარ აი ამ ხასიათით? არა, ჩემთან შედარებით მე ვარ 150 წლის ქალი. და ის არის 80-ის. არა, ჩემიც როგორი აიხარო რომ დაურეკო, აი უბრალოდ ლაუდსპიკერზე რო ჩავხტო, რო არ იცოდეს აქ ვარ. დედა, ჩქარა, ადექი ახლა და ჩქარა მოდი დასაცლელი მაქვს 7 სართულიანი შენობა აგურების. ერთი წამი არის ფიქრებს, აი 2 წამში აქ გაჩნდება, გამოწყობილი რაღაცნაირად, სააგურეთ და დაცლის. მე ძალიან ზარმაცი ვარ. მართლა არა და არ გეტყობა პირიქით ძალიან ენერგიული ადამიანი შთაბეჭდილებას ტოვა. არა, ზარმაცი ვარ მოქმედებებში, ანუ სახში ყოფნა და წოლა მირჩევნია, თორე საქმეში არ ვარ. იღებ ბოლომდე ამ პასუხისმგებლობას. არ ვარ ზარმაცი. მამაზეც აუცილებლად უნდა გკითხო, მამა შენის ვიდეოები, რომელიც ვრცელდებოდა, ხო, ბოლო პერიოდში, როდესაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და დემენციის დიაგნოზი, ხო? ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია, იმიტომ რომ იყო უსაყვარლესი კადრები, მოდიოდა სითბო, აი გულში გეღრებოდა სითბო პირდაპირ უყურებდი აი ამ თვალებს, ხო და ძალიან რთული იყო, ხო ეს ბოლო პერიოდი, იმიტომ რომ მახსოვს ვიდეოებით, სადაც მამა გეკითხება, რომ შენ მამა ცოცხალი გყავს, და აი რო ვერ გწნობს მამა, ხო? ეს შეიძლება გავიღიმოთ, გვესაყვარლოს ეს ყველაფერი, ხო, მაგრამ ხო, მაგრამ რეალურად როგორი მძიმეა, როცა მამა შენი და მთელი ცხოვრება უყურებ და თან აი მამა გოგოსთვის ისეთი ფიგურა არის, რომ რაღაც სუპერ გმირია, ხო? და უყურებ, რომ რაღაცნაირად უსუსურია და ვერ გწნობს და საკუთარ თავზეც საუბრობდა, ხო? ახსენებდა თავის სახელს და გვარს და სხვა ადამიანებს. ხო, არ გინახი, ახლა მკითხავდა ხოლმე. ეთყობა ეს თავის პერსონაჟი მაინც შარჩენილი ქონდა სადღაც რა, არ ვიცი. აი ამ მოვლენამ გადაგიფასა ცხოვრებაში რაღაცები. იცი რა, მე ზოგადად რაღაცა რო ხდება იმ წუთას ყოველთვის ძალიან ტონუსში ვარ და ძალიან მობილიზებული ვარ და ძალიან მაგარი ვარ. და რო გადის პერიოდი, მე დისტანცირება მჭირდება, რომ რაღაცები დავალგო. ჯერ დრო არ გასულა. ამიტომ არ ვიცი გამიჭირდა თუ არა. მაგრამ მახსოვს, რომ ნაბიჯის გადადგმა გამიჭირდა მამა ჩემის წაყვანა პანსიონატში, მე ტეფრერ გამჭირვებია და მე უკვე 7 ძილი რო დავიბრუნე და სულ პანიკაში რო არ ვიყავი ტელეფონთან, მე უკვე დავმშვიდდი. ხო. თავიდან იყო ძალიან რთული. და პანსიონზეც რეალურად ძალიან ისეთი მძიმე სტერეოტიპები არსებობს, ხო, რომ მაინც და მაინც ნეგატიურ კონტექსტში იგებენ ამას ადამიანები და შენ ამის დამტკიცებას გჭირდებოდა. შევარდი იმაში ანტარქტიდაში გემით ყინული დავლეწე. განცხადებით გამოვედი რომ მე მომეწავ, იმიტომ რომ ნათესავები მირეკავდნენ დღეში 70 ჯერ ზოგს საინტერესებდა ბინას რას უპირებ რომელშიც მამა ჩემი ცხოვრობს, ზოგს საინტერესებდა ავეჩრას უპირებ რომელსაც რომელიც მამა ჩემი სახე რაში აინტერესებთ ჩემი პირადი ქონება, ჩემს ნათესა, აი რაში აინტერესებთ მართლა მითხარით, მეტი მემკვიდრე არ ყავს მამა ჩემს და არავისთან გასაყოფი არაფერთან, რო გითხრა რომ აი იმდენი რამე მაგ და თავზე გადამდის მოგატყუებ, არაფერი საშუალო სტატისტიკური მოქალაქეები ვიყავით თითო ბინით და რაღაცა ელემენტი. აი გაგიჟდენ გეგონება იმ ხელა ქონების მფლობელები ვიყავით, რომ იქიდან უნდა ოლიგარქი ვიღაცა გამოსულიყო. ამიტომ ჩუმად წავიყვანე ეს მამა ჩემი, არც მის ამართი ვთქვი იმ სახლის, იმიტომ რომ ვიცი მიაკითხავდნენ და ატეხავდნენ იქ ანუ რაღაცნაირ ისტერიკას უაზროს, არაფრის მომტანს და ეს გამიჭირდა, თორემ მე არაფერი.
და მამა რეალურად რომელიც ხმას არ უწევდა არასდროს, უცბად ამ დიაგნოზმა რაღაც მომენტში აგრესიულიც გახადა, ხო? ეს დიაგნოზთან ახლავს აგრესიულობა, მეტყვი წარმოიდგინე ყოველ დღე, აი ჩვენ ვინც სრულწყუაზე ვართ, ყოველ დღე რო დგებოდე და ახლინა რო იწყებდე აღქმა სამყაროსი. ახლინა რო იწყებდე ადამიანების გაცნობას. სულ გაუცხოვებული ხარ, თუ არასდროს არ იცი სათხარ, სულ გეშინია და ამ ყველაფერთან ერთად ვიღაცა რო გეცნობა და ისიც გეჩხუბება და გეუბნება რომ არ ხარ მართალი და ხდები აგრესიული ავტომატურად. ანუ მე სულ ვეჩხუბებოდი რომ მამა მე ვარ შენი შვილი, მამა ეხლა არ არის თქვა ზამთარი, ეხლა არის ზაფხული და ამას გამოყავდა წყობიდან და ამიტომ ხდებიან აგრესია. მე ძალიან ზედაპირულად და მარტივად მოგიყევი მიზეზი, მაგრამ აგრესიულობა ახლავს თან დაავადებას. და შენთვისაც ხო ძალიან რთულია ეს, როცა გიწევს რომ ეს ყველაფერი ახსნა თავიდან და შეიძლება რაღაც მომენტში ვეღარც იაზრებდე რომ ამ ადამიანს იმ მომენტში უჭირს და გინდოდეს რომ გააგებინო, ხო? აი ეს მომენტი ვისაც აქვს ამ დიაგნოზის ადამიანი ყველა ჭუბობს ალბათ, იმიტომ რომ შენ რაც არ უნდა თეორიულად მზად იყო, ნასწავლი კონდეს, შენი სისხლი და ხორი მამა შენი რომ მეუბნება რომ ვინა ხარ, ვერ წარმოგიდგენია რომ ის ვერ გცნობს და უწყებ ახსნას და ჭუბს რომ მამა როგორ ვერ გაიგებ მე ვინ ვარ, მე ან ბევრი რამე გვაქვს ერთნაირი გიყურებს სახლი უნდა წამართვა და ეგ ცალკე ჭუბი რომ მე რატო უნდა წაგართვა სახლი, რა თმინდა შენი სახლი, ხო არა? და იქ ნათესავები იქ ცალკე ნათესავები დაგეშილი. ნანიკო, მენტალურ ჯანმრთელობაზე მინდა რომ გითხო, ვიცი რომ რაღაც პერიოდი გქონდა ისეთი რომ გიწევდა რომ გემკურნალა, ხო? აი, რის შემდეგ იყო ეს რაღაც პოსტტრაუმული პოსტტრაუმული როგორც ყოველთვის, კი. როდის, აი როცა ის რთული პერიოდი და აბორტები და შვილის ვერ გაჩენების შემდეგ, 1 წლის შემდეგ, აი რომ მეგონა რომ დავლაგდი, ყველაფერი დავალაგე, აღარც ნაიარევი, აღარც არაფერი, აღარც ორსულობა, აღარც შეყვარებულობა, არაფერი. აი რომ დავშვიდდი და იქ ავყირავდი. ხო, ეგრე არის თან პოსტტრაუმულად რაღაცა შეიძლება 6 თვე გავიდეს და ისე დაკარგდეს. ხო, იყო სადღაც გასული და მახსოვს ქუჩაში ავტრიალდი. ან გონება დაკარგე? აი სიმპტომატურად რა შეგრძნებები გქონდა? კონცერტი მიყვავდა, სააკაძე იყო თავიდან მომდე გადაკეტილი, სააკაძის მოედანი. ხო. არ მახსოვს რა დღე იყო, მე და გოგა ჩანადირი სცენაზე ვართ და აი უცებ მივხვდი ეს წინ, ანუ აქეთან იცი როგორ იყო მერიის მხარე იქითკენ და სცენა აქეთან მხარეს იდგა, ზუსტად მერიის მოპირდაპირე მხარეს, ნუ დაახლოებით მაყურებელს რომ მიხვდეს. აქ არის შაურმების ქუჩა. ეხლა რატო ვამბობ, ეს ქუჩა ძალიან მნიშვნელოვანია. და მახსოვს აი გოგას გავხედე, გამოვიხედე და უნდა ტექსტი ჩემი რაღაცა კონკრეტული ვთქვა და ეს სააკაძის ძეგლი მოდის ჩემზე პირდაპირ. გავიხედე იქითკენ რაღაცა შენობა, რომელიც ჯერ არ აშენებული იყო, თითქოს აი რაღაცა კარკასი დაენგრა და იშლება, გავხედე მერიას და ესეც ჩემზე მოდის, ავიხედე და აი ყველაფერი მოდის ჩემზე, აი როგორ ახსნა, აი პატარავდება სამყარო და მჭყლეტს რაღაცა და გოგა მეუთხარი, ეს მივხვდი რომ გეხვეწები მიკროფონის დაუდე ფეხებთან, დავიკუზე, განა ფეხზე ვიდექი, 4-ზე დავდექი სცენაზე. გეხვეწები წავედი მე და შენ გააგრძელებდი. და კაიო, მივხვდა რომ ცუდად, რომ ეს 4-ით ჩავედი სცენიდან. ეს გავძვერი ამდენ ხალხში და იმ შაურმების ქუჩაზე შევძვერი, იქ აფთიაქებია ბევრი. და აფთიაქში შევედი 4-ზე და მე ნანიკო ქალბატონი ნანუკა ადექით არა მოთხარი ვერ ავდგები, გეხვეწებით მოთხარი, არაფერი არ გამიზომოთ, კარგად ვარ, უბრალოდ ნევროზი, მე იქ მივხვდი რამჭირს. დამამშვიდებელი მე თვითონ კი, მაინც გამიზომეს წნევა, მოთხარი, ხო გითხარით რომ წნევა არ მექნებოდა. მოკლედ 1, 2, 3 ჯერ ესე ცუდად რომ გავხდი, მე მახსოვს იაფარულავამ ერთ-ერთ სროდ გახთომაზე ხელში ჩამიკუჭა მის ამართი და ტელეფონის ნომერი, ესე შემიკრა ხელი და დავაიაქე და მითხრა. და გავედი მანქანაში ჩავჯექი, გავხსენი და ვაჟა კენჭაძე, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი, ვაკე. და წავედი ვაჟა კენჭაძესთან. ოღონდ ჯერ კიდე აზრად არ მქონდა, კიდე ვერ დავატანე ტვინი, სად მივდიოდი და რატომ მივდიოდი. და მახსოვს რომ შევედი, ვეკითხები იმას, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი აწერია. იქ უკვე კარგად გადავიაზრე უკვე და რესეფშენის ქალს ვეკითხები, გოგონა, სადა ვარ მეთქი? საგიჟეთში ვარ თქო? და კიო.
ვახ, მეთქი რა კაია. ხო და იქ დავიწყე მკურნალობა უკვე მეორედ და 1-2 წელი ვიმკურნალე. 2 წელი იმკურნალე და ეს შფოთვითი აშლილობა იყო, პანიკური შეტევები გემართებოდა? არა, პანიკური შეტევები უკვე მოდი ჩატარებული მქონდა და უკვე ვიცოდი მე თვითონ პანიკურ შეტევასთან დიალოგი და უკვე მე თვითონ ვიცოდი პანიკურ შეტევასთან ერთად ცხოვრება. არა, ეხლა უბრალოდ რა მემართებოდა, იცი? წნევა ისე მიმარდებოდა, რომ გული მიმდიოდა. ხო. ანუ ფიზიკურ დონეზე, ფსიქოსომატურად ასე გამოიხატა. კი, არა, ეს იმიტომ ჩაგეძია, რომ ძალიან აქტუალური თემაა და ყველა ცდილობს, რომ რაღაცა იპოვოს გამოსავალი, ასე ვთქვათ და ანუ შენ შემთხვევაში ეს მედიკამენტოზური მკურნალობა აღმოჩნდა. მედიკამენტოზური მკურნალობა. თერაპია გაიარა? იცი, თერაპია არ გამივლია, იმიტომ რომ მე ვეკუთვნები ადამიანების იმ კატეგორიას, რომელსაც არჭე ვერ დამალაპარაკებ. გამორიცხულია რომ მე ხა დამშვა და დავილაპარაკო. არა და შეიძლება პირიქით რადგან არ გიყვარს, ზუსტად ეგ გჭირდებოდეს თერაპიული კურსი. შეიძლება, მაგრამ თვითონ ჩემმა ექიმაც, ფსიქიატრმა ვინც ძალიან კარგად მიცნობს. ვერაფრით ვერ მიხვდა ვისთან გამიშვას. ანუ მათ ხო თავისი ნაცნობა ვეწრე. არა, შენო არ გინდაო მითხრა. ანუ მივენდე ბოლომდე რა და ფაქტია რომ და მოერია და დღესდღეობით ეს აღარ ბრუნდება ეს ეპიზოდები, ხო? ცხოვრებაში ყველაზე რთული გაკვეთილი რომელმა პერიოდმა გასწავლა? რა ვიცი. ყველა დღე გაკვეთილი არ არის? აი დღევანდელ დღეს ალბათ რა, ემოციურად როცა მძიმედ ხარ, მაშინ არის რთული თორე, ყველაფერი რთულია. და დღევანდელ დღეს აღიქვა რთულ პერიოდად, რადგან ახალ გზაზედ გახარ და როგორც შენ ამბობ, არაფერში არ გეტყობა ასაკი, მაგრამ მაინც ისეთი ასაკია, რომ აი 0-დან დაწყება რთულია, ხო და როცა ამბობ რომ შეიძლება ახალი პროფესია დაიწყო? კი, შეიძლება. რთულია ძალიან. რა ვიცი, აი მეგობარსაც კი დაურეკე და ვკითხე რომ რატო არ ნერვიულობ, იქნებ ეს პრობლემა ხო არ არის, ხო? ხო, იმიტომ რომ პირიქით ხო იცი ხანდახან აკონსერვებს ადამიანი პანდორას ყუთში ტენის, სამბარას პრინციპი მე მუშაობს და სადმე არ გავხეთქო რა. ხო და არა. პირიქით ძალიან მიხარია ახალი ცხოვრების დაწყება. თუმცა ბოლო კითხვა მაინც იმედზე უნდა დაგისვა რა. აი, რაზე გწყდება ყველაზე მეტად გული და რა მოგენატრება ყველაზე მეტად იქიდან და თუ არის შანსი რომ ახლო მომავალში სხვა ტელევიზიაში გიხილოთ, მაგრამ ისევ ეკრანზე. არა, ტელევიზიაში არის ფურცელი. კი. რა ვიცი, აი ადამიანები მომენატრებიან ძალიან, მაგალითად ოპერატორები თუნდაც რომელთანაც იმდენ დრო მაქნადგა და აი ოპერატორი ყველაზე კარგად გიცნობს ხო ცუთვალ შენი პირადი ოპერატორი მუჩიკა არის ჩემი პირადი 11 წელი თვალებში მიყურებდა სულ და აი მუჩიკასთან ერთად არავინ არ მიცნობს როგორ შეიძლება ხარ მომენატროს მუჩიკა როგორ შეიძლება ჩემი პროდიუსერი გიორგი არ მომენატროს როგორ შეიძლება აი გვანც არ მომენატროს აი როგორ შეიძლება ეს ადამიანები არ მომენატროს მაგრამ ის რომ მომენატროს მე ისევ ის რეჟიმი შანსი არ არის შენი მაყურებლისთვის გაქვს რამე სათქმელი სანამ დავასრულებთ, იმიტომ რომ როგორც შენ თქვი, აი ბოლო ეთერი როგორ ის წარმოგედგინა, ისეთი არ გამოვიდა. ჩემ მაყურებელი აი ამერიკული კინო, ხო იცი ამერიკული კინო ხა რატო ამბობ? ამერიკის კინოში უცებ ყველა ერთად რო გაერთიანდებიან ხოლმე და პრობლემის გარშემო რო იწყებენ მოქმედებას, აი თითქოს ესე მოხდა ჩემს თავს ეხლა. ძალიან ბევრი ხალხი წერდა მიგზავნდნენ საჩუქრებს, ზოგი მეუბნებოდა ანგარიშის ნომერი მომეცი შე რომ ეხლა ხელფასი არ ეგახ მე ჩაგირიცხავ, მირეკავდნენ სამსახურს თავაზობდნენ, შენ მაგათ არ იფსახურებ, ხო იცი გამწარებული შენი, აი იმდენი ხალხი აღმოჩნდა, რომელიც ეხლა გვერდზე მიდგას და ვუყარვარ და პატივს მცემენ და მწერენ, რომ რა ვიცი, დიდი მადლობა თქვენ. თუმცა ყველა არ მიმუშავია ამდენი წელი. კი, ამათ ღირდა ნამდვილად. დედას გეფიცებია ისეთი გული სამაჭუყებელი წერილები მომდის, ზოგი კომენტარადაც მიდებს. ბევრიც დავაჰაიდე, იმიტომ რომ ის რაღაცები წერდნენ, რაც თქვა შეურაცხყოფას აყენებდა ჯაჯოს იგივე, ან მე, ან ტელეკომპანიას და ამიტომ ბევრიც დავაჰაიდე მეგობრებო, მაგრამ ბევრიც დავტოვე ისეთები კრიტიკულებიც. ხო, არაფერს არ შევცვლიდი. ნანიკო, მინდა რომ გისურვო უამრავი წარმატება შენს ყველა ახალ წამოწყებაში. ძალიან ვისიამოვნე შენთან საუბრით და მიხარია რომ შედგა ჩვენი ინტერვიუ. დიდი მადლობა. დაგემშვიდობები. ჩემს მაყურებელს დიდ მადლობას მოვახსენებ რომ გვიყურა. გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი და დარჩეთ ჩვენთან ერთად და დაგემშვიდობებით შემდეგ 5 შაბათამდე.